I'm gonna let you pop like that. მოგესალმებით მეგობრებო და დღეს თქვენი ყოფებით ჩემს YouTube არხზე Arielაზე და კაიშო თქვენ ამ ვიდეოს ელოდებოდით თქვენის ვიდეო გინდოდათ და მოკლედ ეს არის ვიდეო იქნება თუ არა ჩვენი სერიალი ამ ზაფხულს არა მოკლედ თუ გაინტერესებთ იქნება თუ არა სერიალი უყურეთ ამ ვიდეოს ბოლოში იმიტომ რომ სავარაუდოდ ბოლოში ვიტყვი კინ ან არას ან შეიძლება ვაფშე სერიალი ეტყოს კაი აღარ გასპოილერებთ მოკლედ უყურეთ ბოლომდე ამ ვიდეოს ნუ ვინც ახლა ჩემ Instagram ლაივებზეა ხოლმე კი იცის იქნება თუ არა სერიალი მაგრამ მაინც ვინც არ არის ჩემს Instagram ლაივებზე გადმოდით ჩემს Instagram-ში დამოფოლოვეთ იმიტომ რომ ძალიან ხშირად მაქვს ლაივი Instagram-ში და იქ უფრო ბევრ რამეს ვავრცელებ ვიდრე YouTube-ში ანუ იქიდან უფრო ბევრ რამეს გაიგებთ ჩემზე და მოკლედ გადადით Instagram-ში მოკლედ დღეს არის ხო დღეს არის ივნისის დამთავრების ბოლო რიცხვი კაი ხო არ არის დღეს ბოლო მოკლედ დღეს არის 28 ივნისი მაგრამ 3 დღეში მთავრდება ივნისი და ამ 3 დღეში სერიალს ნახდათ არ ელოდოთ არც არაფერს ვაფშე ამ 3 დღეში ვიდეოებს არ ელოდოთ შემდგარ იმიტომ რომ მე ვისურვებ ზაფხული მოქვსო ხო და დანარჩენი გავეხა წავიდა ივლისი რა შეეხება ივლისს მეგობრებო 15 ივლისს ალბათ ჩვენ აქედან წავალთ არ არის ეს ჯერ მიღებული გადაწყვეტილება ანუ არ ვიცი იქნება თუ არა ესე მაგრამ თუ 15 ივლისიდან აქედან წავედით თუ წავედით აქედან ვაფშე ვიდეოებს არ ელოდოთ ой არა ხო ელოდით მაგრამ სოფელში არა ხო შემდეგი ივლისის ბოლოს ან ივლისის სადღაცა იქიდან ანუ 20-დან არა 25-დან მოყოლებული 30-ში ჩათვლით შესაძლებელია დაუბრუნდეთ ისევ აქ შესაძლებელია ვაფშე არ წავიდეთ და 15-იც აქ ვიყოთ ანუ მთელი ივლისის მოკლედ სავარაუდოდ აქ ვიქნებით ან 15-დან წავედით ანუ მოკლედ არ ვიცი რა მაგას გაიგებთ მერე შემდეგ წავიდა აგვისტოდან მოყოლებული აგვისტოში მეგობრებო ვისვენებთ აგვისტო ისეთი თუ არის რომ ვაფშე სახში არა ვარ ხოლმე არის მის შენი ხმა ამიტომ არც ჩავაყალიბ ხო და მოკლედ აგვისტო ისეთი თვია რომ ანუ ვაფშე ყოველს კიდია და ანუ ისეთი თვია რომ მოკლედ დღეს ჩვენი დეიდაშვილის მართლაც დაბადების დღეა მართლა გილოცავ დაბადების დღეს არ ვიცი ეს ვიდეო როდის გამოვა შესაძლებელია უფრო გვიან გამოვიდეს მაგრამ თქვენ კომენტარებში მიულოცეთ მართლაც დაბადების დღე და მე დავსკინავ და ჩაუგდებთ მესიჯი გილოცავთ მართლა გუყვა ძალიან გილოცავთ მართლა ხო და მოკლედ ვულოცავთ ყველა მართლაც კომენტარებში დაბადების დღეს მოკლედ ეს იყო პატარა ესმერი არიელსგან და ეხა რა შეეხება ჩვენ სერიალს ვაგზავნებთ თქვენ ძალიან გაინტერესებდათ რა ერქმევა სერიალს სახელი კი არა სიუჟეტიც არ მომიფიქრებია ჯერ მე ესე გეტყვით კაი მოკლედ რამდენიმე კანდიდატი მაქვს სახელზე არა ეს არ არის wait მოკლედ არ ვიცი სადღაც აგდია აი ვიპოვე არ მკითხოთ რატომ იგდი ამდენი რამე აქ მაგრამ ხო რამდენიმე კანდიდატი მაქვს არ ვიცი გინდათ თუ არა წაგიკითხოთ იმიტომ რომ რაღაცა კრინჯობა იქნება რომ წაგიკითხოთ ეხა და წინასწარ იცოდეთ სახელი და მე ვაფშე სიუჟეტიც ხო არ მოგიყვეთ ბარემ ხო კიდე რა გინდათ ხო და მოკლედ არ მინდა რომ სიუჟეტიც მოგიყვეთ სახელიც გითხრათ მე არ იქნება საინტერესო ყურება ვაფშე იქნება თუ არა სერიალი ეგეც არ ვიცით ყველაფერს საღადავ ეხა გიყვებით სერიალზე და ბოლოს ვიძახი რომ სერიალი არ იქნება მოკლედ გავაგზავნოთ არა ამას არ ვკითხულობთ მოკლედ გავაგზავნოთ ესე იგი ჩემი ტვინიდან გამომდინარე სიუჟეტი მოფიქრდა თებერვალში ვაფშე დაიწყო ეს ყველაფერი ისთვის არ ვიცი ანუ ვაფშე კონკრეტულად რო ვთქვა წინა წელს ზაფხულში ვიღებდით რაღაცა კინოებს იმედია იქ კინოები ახლა არსად არ არის და იმედია წაშლილია ყველა მესენჯერიდან ჩემო ძვირფასო ნათესავებო ეს ვიდეოები და კინოები წაშალეთ გთხოვთ ყველა მესენჯერიდან და Facebook-იდან და ყველა სადაც გიდევთ გთხოვთ კიდე კაი მაგას YouTube-ი არ მქონდა თორე ისეთ დებილი ვარ რომ YouTube-ში დავდებდი მაგას წინა წელს და აი მართლა გეუბნებით არ იქნებოდა ეს გამორიცხვა მართლა დავდებდი
Вообще მე მგონი ერთი კინო დევში სხვა რაღაც ჩემ არხზე აუცოში მოკლედ ერთხელ ახლა მოგიყვებით ეგ არ ვიცი რა კონტაქტი ამასთან მაგრამ მოკლედ წინა ზაფხულს რო გადავიღეთ ვიდეო კინო ვერ ვთავდი ტელევიზორში ყველას გვინახავთ მე ჩემ კინო 2020 YouTube-ში დავდა ეს კინო აუთ რომ არხზე არ გეკვირთ იმიტომ რომ მეც არ ვიცი ხოდა მაქედან ისმის მაჩართულია ხოდა არ ვიცი რომელი მასე დავდე მაგრამ სადღაც დავდე და მე გადავხდა მე მგონი არ წამშე და ეგ კინო კიდე დევს არ უყუროთ არ მოძებნოთ. არ მოძებნოთ. მოკლედ ვაგზელებთ სერიალზე ლაპარაკს. სულ გვაქვს ორი სიუჟეტი. ერთი არის ძალიან მოსაბეზრებელი, ისმის ყველა კინოში გაქვს მოკლედ ყველა კინოში გაქვს ნანახი ეგ სიუჟეტი, მაგრამ ანუ ჩემი მოფიქრებულია, ხო ხა, ყველა რეპლიკა, სტილი ყველაფერი არის ჩემი მოფიქრებული. მეორე სიუჟეტი არის ძალიან მაგარი, მაგრამ ძალიან სათავგადასავლო კი არა, როგორ ფანტასტიკურია რა, ანუ როგორ თქვა, ყველაფერი მოგონილია. და ძნელი იქნება დასაჯერებლად და ძალიან ძნელი იქნება დასამონტაჟებლად და მაგიტომ მეზარება მაგის გადაღება. იმიტომ რომ ისეთი, ანუ ისი არის, ისე მოვიფიქრე რა, რომ თითქოს ისო არ რა ქვია. არ, ანუ ისეთი მოფიქრებულია, რომ თითქოს ისეთი მაგარი მონტაჟორი ვარ, რომ ყველაფერს დავამონტაჟებ. ანუ ჩათვალეთ, აი, ყველა ჩვენგანი მკვდარში რო არის რა, მაგარი დაედიტებული, იმენა ხალხს ვკლავებს, Squid Game-ში რო არის, აი ეგეთი რო არის და Harry Potter-ში რო არის, კიდე მაგარი დამონტაჟებული, აი ეგეთ მონტაჟზე მაქვს მოფიქრებული, მაგრამ მე მაგდენ შესაძლებლობა არ მაქვს, რომ ეგრე დავამონტაჟო. ვაფშე რომ მქონდეს კი დავამონტაჟებდი, ვცდიდი, მაგრამ არ მაქვს რა, ანუ ვერ გავაკეთებ ვიცი. მოკლედ ვაგზელებთ რა შეეხება ჩვენ მსახიობებს, რომელსაც თქვენ ძალიან დიდად ელით. მოკლედ, თუ გადავიღებთ სერიალს, ჩემი დები უეჭველი იქნებიან რა, ანუ ლიზ და ელენე უეჭველი იქნებიან. არ მინდა გადაღება. ეხლა ლიზ და ელენე თვითონ არ იციან ამაზე, მაგრამ უეჭველი იქნებიან. ვაფშე არა იციან, ელენეს აქ ხელი აქვს მოწერილი, აი დაიმახსოვრეთ, კოდიაშვილი, აგე წაიკითხეთ. ხო და ელენე უეჭველი იქნება, ლიზიც უეჭველი უნდა იყოს, არ მაინტერესებს. ანასტასია უეჭველი იქნება, ანასტასია ჩემი დეიდაშვილი და ანასტასია უეჭველი იქნება, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ანასტასიას უნდა ამ სერიალის გადაღება. სერიალს მე არ გადავიღებ. და შემდეგ მოკლედ მართა რაც შეეხება მართას, არ ვიცით მართა იქნება თუ არა. მართა თუ არ იქნება ვაფშე ახმეტაში, ანუ ვაფშე სად მივდივართ, იმიტომ რომ 4-ში მე შანსი არა რომ გადავიღო რამე, იმიტომ რომ ძალიან ძნელი იქნება რა, წარმოგიდგენიათ ხო? ანუ დაჟე ოპერატორიც არ გვყოლება, მე ვიქნები ოპერატორი და მე თამ სახეობიც უნდა ვიყო მაგ სერიალში შიგნით რა. მე ვუღებ 3 ბავშვს, მე ერთი რომელიღაცა გადმოდის, მე ის იღებს და მე ჩვენ ვართ სახეობები. ანუ ყველას ერთად თან ვერ ყველას ერთად რომ მოგვინდეს, პრობლემა არის იმაში, რომ შტატივი გავაფუჭე და ფიზიკურად ვერ ვაყენებ რა. და მაღლა რომ მინდა, აი აქამდე რომ მინდა ავიყვანო შტატივი, აქამდე მაინც ვერ ამყავს, იმიტომ რომ გაფუჭებულია და ესეც ძალიან ცუდია და აი ხა არ ვიცი რა უნდა გავაკეთო ამის გამო. მოკლედ თუ გინდათ რომ დამეხმაროთ, დამოფოლოვით, იმიტომ რომ 10,000 ფოლოვერზე დედაჩემი მიყიდის შტატივსაც და გარანტივასაც. შემდეგ ასევე განათებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, ანუ ორივე სიუჟეტში, რომელიც მე მოვიფიქრე, ორივეში არის საჭირო ღამე. სულ. თითქმის ფაქტიურად სულ ყველგან ღამეა, რაც მოვიფიქრე და ღამესთვის ახლა ხო საჭიროა განათება. ნუ განათებებზე კიდე ისე არ უნერვიულობ რა, იმიტომ რომ ნუ დედა შემომითხრა რომ გიყიდიო რა და მაგაზე ძალიან დიდად არ უნერვიულობ, მაგრამ შტატივი რო არ მაქვს, ან ფიზიკურად ვიცი რომ ვერ გადავიღებ თუ ოპერატორი არ მეყოლება და დაჟე თუ ოპერატორი მეყოლება, არ მინდა რომ ჩვენო ოპერატორმა კამერაზე დადოს თითები და ნახევარი ვიდეო ჩანდეს აი ესე. და კიდე არ მინდა რომ ის მოდეს ოპერატორის ხმა როგორც უნდქოს. всё, მეზიზღება, всё ის რა მეზიძება ვაფშე. ხო და მოკლედ მსახიობებს რაც შეეხება, რაც თქვი მართა არ ვიცი იქნება თუ არა, ამიტომ ვუწერთ კომენტარებში მართას რომ მართა იყავი სერიალში და ოპერატორსაც ვუწერთ კომენტარებში რომ ოპერატორი ჩამოვიდეს ახმეტაში. ნეტა ვინარი ოპერატორი? შემდეგ ძალიან გასაკვირია, მაგრამ არ მაქვს ის რა ვქნა, ნიუთები, რომლითაც მინდოდა გადაღება. ვაფშე მე რაც მოვიფიქრე მარტში თუ აპრილში ჩამოვწერე ვაფშე ყველაფერი მეთქი. всё, ესენი უეჭველი უნდა ვიყიდო სამდე ახმეტაში ჩავამეთქი, ნუ სოფელში და რა თქმა უნდა ყველაფერის ყიდვა დამავიწყდა. მადლობა ძალიან დიდი და არაფერი არ მაქვს ნაყიდი და როგორ უნდა გადავიღო ეს სერიალი აზი არა ვარ. მადლობა დიდი ტაში. და ეხა მინდა გავცე პასუხი იმ კომენტარებს, რომლებიც მიწერენ ემილიას პლაგიატი. სხვა რაღაცასაც გეტყვით, მაგრამ არ ვიტყვი, იმიტომ რომ უმეტესობა ბავშვები მიყურებენ და ეს რა ქვია, რას ქვია ემილიას პლაგიატობა? ხალხო, ემილიას სერიალის რო დავკვირდეთ, ეგ არ არის სერიალი, ეგ არის პროსტა ემილია რას აკეთებს ცხოვრებისეულად და პროსტა მიყავს თავისი ბლოგი ჩათვალეთ რა. და ანუ მოკლედ ვაფშე განსხვავდება რა, მე და ჩემი ანუ მე და ემილიას მოფიქრებული სერიალი ძალიან განსხვავდება. იმას აქვს იმენა
მეგობრებზე და რაღაცებზე. მე მაქვს ყოლელობებზე, გამომძიებელებზე, რაღაცების ყველა მთლიანი სიუჟეტი იმასოქენი უკვე მოყევი. მოკლედ ხო და ძალიან განსხვავდება ჩვენი სერიალები და ასე გეტყვით რომ მე არ ვიცი ვაფშე ემილიამ როდის დაიწყო თავისი სერიალი, მაგრამ მე ემილიას არ ვცვლადევნებ ისე თუ თქვა როგორც გონიათ და ვაფშე არნაირად არ იმასშვები და რაღაცა და ისა რა ვქვა ჩვენ კინოების რაღაცების გადაღება დაუწყეთ 2022-ში თუ 2023-ში და ეხლა ნახდათ მაგდროს მეგონი არ ქონდა ჯერ ემილიას დაწყებული თავისი სერიალი და ვაფშე სერიალი ვაფშე ჩემი ის იყო რა ვქვა ადრინდელი ოცნება ეხლა ამიტომ ისა რა ვქვა შათაფრა ერთი სერია მაგ ნანახი ემილიასი პროსტა მაინტერესებდა და აი მაგ სერიიდან გამომდინარე მივხვდი რომ პროსტა ადამიანი იღებს სერიას მაგრამ სინამდვილეში ეგ სერიალი არის მაგისი ვლოგი რა კი მაგარი სერიალია მე არანაირად არ ვაჰეითებ ემილიას და არ იმასშვები რაღაც ცუც არ ვიძახი და ვაფშე არანაირი ის არ მაქვს ემილიასთან კონტაქტი პროსტა არ მივოცება რომ აი ესე მიწერთ რომ ემილიას პლაგიატი არა ისა კიდე ხა ნუ დრასისულია ხო სერიოზულად თქო მე კინოებს და რაღაცებს ვიღებ 2022-დან ეგრეთვაა დაჟე მე მგონი 2021-დან ამიტომ ხო ბავშვი მე რო დავიბადე 2 წელს რო ვიყავ მე უკვე მაგდროს ვიღებდი YouTube-ში ჩემი ვიდეოებს ხო კი ვიღებდი მაგრამ სინამდვილეში მეგონა რომ იდებოდა მაგრამ არ ინდებოდა და 8 წელსაც დავიწყე მონტაჟი და ვიდეო დავდე YouTube-ში იმედია წაში ტოკა-ბოკას ვიღებდი ადრე და Roblox კიდე და რაღაც სერიალებს ვაკეთებდი კიდე აურადებილობა იყო აუ შე სამუჭერით Rock your body come on rock your body დავიწყო საბინაი rock your body უთხარს რა rock your body გაჩერდი აღარ რა გაგადიში მიკროფონი მოკლედ ეხლა რაც შეეხება რა ქვია სერიალის გადაღების პირობებს რომელსაც მარტო ელენეს აქვს მოწერილი ხელი და მე ეს არის დაწერილი მე მგონი მაისში თუ აპრილში თუ სადღაცა მაგ შუა რიცხვებში მოკლედ უეჭველი იქნება ეს დამორჩილება გადაღების დროს უეჭველი ანუ როცა მე ვიტყვი რომ აქ უნდა გადავიღოთ მაგალითად რო საათსაც რო ვიტყვი უნდა მოვიდეს ყველა გაიგეთ შესაძლო რისკები ამ რისკებს არ ჩამოვიდეს ხა თორემ ცრიად შეგვიძ გაიგებს თქვენ მაგრამ ამათ მე ჩამოვიდეს ამ რისკებს იმიტომ რომ ისეთი რისკებია რომ მე მგონი არავინ არ დამთანხმდება ამ სერიალის გადაღებაში დასწრება და დისციპლინა უეჭველი იმიტომ რომ სახელი ვალდებულია გამოცხადდეს გადაღებაზე შეთანხმების დროსა და ადგილზე გადაღების დროს უნდა იცოს დისციპლინა და მე რასაც ვიტყვი ის უნდა გაკეთოს თორე ეგრე არანაირად არ მიგიღებთ ეგ იცოდეთ ხო მე მგონი ისე ვკითხულობ რომ მე მგონი უკვე აღარ უსახავ და ამ სერიალის გადაღება პერსონაჟთან შესაბამისობა ხო სახელი ვალდებულია რომ ითამაშოს ის ადამიანი და ის პერსონაჟი რომელსაც მე ვიტყვი მაგალითად ეხლა ელენეს უეჭვი რომ შენდა ითამაშო ვიღაცა მოჩვენება ელენე ითამაშოს მაგას ელენეს არავინ არ იკითხა იმიტომ ხელი აქვს მოწერილი მაგრამ დარჩენებს არ აქვს მოწერილი ჯერ მაგრამ მოწერილი არ მაინტერესებს იმპროვიზაცია და სცენარიდან განახვევა მსახიობი ეთანხმება რომ ზოგი სცენა შეიძლება იყოს ზუსტი ანუ ზოგი სცენა კაროჩე შეიძლება არ იყოს ისეთი როგორც მე მინდა და შეიძლება გზადაგზა გადავიფიქრო და მე ვთქვა რომ ეს არ მინდა და სხვა რაღაცა გაკეთეთ აი შეიძლება ხო არა გასაგონი ვიდეო და აუდიო მასალის გამოყენება ანუ ეს ყველა მეთანხმება ხარ რომ ამას რასაც ვიღებ მე დავდებ YouTube-ში და არანაირად ეგ ზესო ლიზი შენია გარკვეთა შემდეგი так შემდეგი რეკლამა ой გადავდივარ შემდეგზე так მოკლედ ხო და ბოლოა და ამ პირობებიდან გამომდინარე მსახიობი ადასტურებს რომ სრულად ასმობიერებს საკუთარ ვალდებულებას და თანხმობას აცხადებს სერიალს ყველაზე მოაღნიშნული წესის და პირობების დაცვას და აქ თქვენი ხელმოწერა არ მაინტერესებს ჩემი ხელმოწერა არის ნახეთ არიალა და ელენესის და ამას კიდე სამაკას მომდა მოაწერს ხელი მაგრამ არ ვიცი იქნება თუ არა სერიალი ვაფშე არ იქნება მოაწერთ ყველა. მოკლედ ეხა ჩემი დები და ჩემი დედაშვილი ანასტასია დაგიჯდებიან და მოყვებიან დაგიჯდებიან და მოგიყვებიან რას ფიქრობენ ვაფშე ამ სერიალზე და უნდა თუ არა გადაღება და როგორი შთამბეჭდილებები აქვს სანამდე დავიწყე და მოკლედ გეტყვით ასე თუ სერიალი არა კინო მაინც იქნება მე ესე გეტყვით თქვენ თუ მართლა სერიალი ვერ მოხერხდა მაშინ გადავიღებთ კინოს ან გადავიღებთ ასე ვთქვათ შეიძლება კაროჩე იყოს ესე რა კინო შეიძლება იყოს მიახლოებით 1 საათიანი შევეცები რომ გავაკეთო და ამ 1 საათს დავყობ მე რამდენიმე ნაწილად რა პლუს სერიალი არა მოკლედ ან კინოს ან სერიალს ელოდეთ ალბათ ხო კაროჩე რომელი გინდა თქვენ დაწერეთ რა იმედია სერიალი არ გინდათ იმიტომ რომ მეზარება გადაღება ხო და მოკლედ ან კინოს ან სერიალს ელოდეთ აი ესე გეტყვით მე და დავაფოლოთ და დაალექეთ ეს ვიდეო რომ არ გამოგჩეთ მე სერიალი ან კინო. ჩემი აზრით სერიალი იქნება ძალიან საინტერესო თუ ვაფშე გადავიღებთ. მე მინდა გადავიღოთ უფრო სერიალი ვიდრე ფილმი, იმიტომ ფილმი უცბად გადავიღოთ. სერიალი მაგარი იქნება ძალიან, მე საინტერესო რაღაც ისეთი სიუჟეტები იქნება. მე მინდა რომ გადავიღოთ ხო რა სერიალი. ფილმიც კაი იქნება, მაგრამ თქვენი აზრით რომელი უფრო კაი იქნება, ფილმი თუ სერიალი? ჩემი აზრით უფრო სერიალი იქნება კარგი. და
вообще როგორ სერიალი და გადავიღოთ, ეგეც კი არ ვიცი ჯერ და ხელი вообще რატომ მოვაწერი, მაგრამ მინდა რომ მოვაწერო და მოწერილი მაქვს უკვე. და вообще რაზე უნდა გადავიღოთ, ეგეც კი არ ვიცი. ელენე вообще არაფერი არ იცის ამაზე ამ სერიალზე. ანუ სახელით არ ვიცი თვითონ იმის ხო პერსონაჟის ჯერ ვინ ვარ მე вообще ეგეც არ ვიცი. ჯერ вообще რა სერიალი ან ფილმი იქნება რა ერქმევა, ეგეც კი არ ვიცი. და აქან вообще ცეკვავს. და ხო მაგრამ მე ძალიან მინდა რომ გადავიღოთ სერიალი. მაგრამ თან ის ამინდა რომ ყოველ წამს უნდა გადავიღოთ სერიალი. თან ის მინდა რომ გადავიღოთ, თან მინდა თან არ გადავიღოთ. თან მინდა გადავიღოთ, თან არ მინდა გადავიღოთ. მაგრამ მინდა რომ გადავიღოთ. და вообще ხო. ეხა თქვა ამჯი პოპლაქტე თუ ანაბანა ხო და რა ვთქვა კიდე. ჩემზე ძალიან მაგარი სერიალი ან ფილმი იქნება, რასაც გადავიღებთ და ძალიან ვიდა ასტასია თუ იდეურ ყველაფერს და ძალიან მინდა რომ გადავიღოთ სერიალი და მართა კიდე ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს, გისვაფ იყო ჯანმრთელი ბედნიერი და ყველაფერი კარგად გქონდეს, მიყვარხარ. გასაგებია, მოკლედ ელენის ვერაფერი ვერ გავიგეთ, просто გავიგეთ რომ სერიალი უნდა დანარჩენი ვერაფერი. მოგესალმებით ყველას, მე ვარ ლიზი და ეხლა რას გეტყვით მე. სიმართლე გითხრათ, აი არ მინდა გადაღება, მაგრამ მომიწევს გადაღება. საერთოდ მე არ მიყვარს ფოტო. არც ფოტოების, არც ვიდეოების გადაღება და მაცალება ხოლმე. სიმართლე რომ გითხრათ, რაღაც გეტყვი, მაგრამ კამერასთან. ხო რას ვიტყვი, მე მიჩვენია რა თქმა უნდა გადავიღოთ ფილმი, რადგან სერიალის თავი ნახდა რა მაქვს. მე მინდოდა რომ დაგვისვენა ამ ზაფხულს, მაგრამ კარგი. და თუ არ იქნება მართა, რა ვიცი, მართლაც არ აქვს. არც კინოს, არც სერიალის გადაღებას, რადგან საინტერესო არ იქნება რა, რადგან ჩვენ რაც გადაგვიღეს ფილმები, მართა იყო ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი რა. და ჭირდება რა თქმა უნდა. მე ჯერ არ მომიწერია ხელი და იმედი არ მოვაწერ. მოვაწერ და შენ არავინ არ გეკითხება. აი ეგ ხა ხმა ხედავთ როგორ მაბულინგებენ. კარგი. კიდე რა ვთქვა. აი ეწადი, კარგად. ეხა ფილმი მიჩვენია რა თქმა უნდა რა, ეგ თქვი, მაგრამ აი რატო არ მინდა სერიალი, ხა გეტყვით. იმიტომ რომ არ მინდა. იმიტომ რომ იცი რას მეუბნებოდა ის, ყოველ დღე უნდა გადავიღავთო, ყოველ დღე. მე არ ვაპირებ ყოველ დღე გადაღება და ხო, თან მინდა გადაღება, იმიტომ რომ აი რაღაცა ფანტასტიკური რაღაცები იქნება და მე და თამთუს საში იქნება და მე როგორც ძალიან უყვარს საში ფილმები და ფენტეზი ფილმები ძალიან უყვარს რა. და მაგარი იქნება თუ გადავიღავთ. ხო რა. გეთხოვე. ხალხო ხედა როგორ დამბულინგეს. მინდა გაბულინგარებს ყვები. ვაიცი ხვალე. ხო. ქართულია ხალხო. ქართულია თქო. ეს იმას. რა თქო? სერიალზე იქნება. სერიალს მე არ გადავიღებ. და ფაცო. იტყუება? როგორ თქვა რომ მე ყოველ დღე გადავიღებ. სერიალის გადაღება კი კარგია, მაგრამ ხა ყოველ დღე არა. მართლა ხოდა. მე ხა ყოველ დღე გადავიღებ. ეს ცოტათი ახლოს მიიტანე. ხელი მყოფები ჩემს ოთახზე. არიანეს. კარგად. ანა ხესტოგოშია. ხო, მე მიჩვენია ფილმს. ეხლა ეს თუ გავარდები. ელენე! პარვანა. ხალხი აღავთქო. ინა პარაკეზები ავზე.
ბაბა რა თქვა ხა კაი ხო მე იმას ვიტყვი რომ ის გამიჩვენია რა ფიქრ გადაღება და მორჩა და ამით მოკლედ სერიალი არ იქნება კაი ხო სერიალი შეიძლება იყოს შეიძლება არა არ ვიცით რა მოკლედ უწერთ კომენტარებში მართას უწერთ მართა ჩამოდი ახმეტაში მართა და მოკლედ მართას მიხედვით გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული და თუ გინდათ კიდე რამე გინდათ რა ვიცი მოკლედ თუ რამე გინდათ მოკლედ დავაფოლოვეთ და ლაიქეთ ეს ვიდეო დაწერეთ კომენტარებში კინო გინდათ სერიალი თუ რა მართს მიულოცეთ დაბადების დღე of course მართასით ეს ვიდეო არის მართა შენ გეძღვნება ეს ვიდეო შენზეა დამოკიდებულება სერიალს გადავღებთ თუ არა და მოკლედ ახლა ყველას გემშვიდობებით მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს რა გადავიღეთ მოკლედ თუ გინდათ ვლოგი ახმეტიდან აი ესე დაწერთ კომენტარებში უკან ინსტანცია ძალიან საინტერესო ვლოგი იქნება მე თქვენ გეუბნებით წავალთ დინარეზე მეც არ გავაკეთებ მოკლედ არა მოკლედ ვისაც გინდათ დაწერთ კომენტარებში ახლა ყველას გემშვიდობებით და ნახვათ ის ლიზი მაწუწებს წყალს წუწაობა არ მინდა გადი იმედია ყურები არ ჩაგიყრუნდათ ამ ვიდეოთი პაკა